პროექტი ჯადოსნური დღეები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ღონისძიებები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ხორციელდება. ამჯერად მასპინძელი რუსთავი იყო, სადაც მოზარდებისთვის სხვადასხვა აქტივობა და იგეგმა ღონისძიებას დაესწრო გიორგი ჯინჯარაძე, რომელიც დევნილ ბავშვებსაც შეხვდა. აქტივობები 22 ნოემბერს დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე განხორციელდება. დასასრულს უახლოვდება გასართობი ღონისძიებები ჩვენი დევნილი ბავშვებისთვის, რომელიც საქართველოს სრული მასშტაბით გაიმართა 10 ლოკაციაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში. ჩვენს დევნილ ბავშვებს მივეცით საშუალება სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით, გართობით, წინა საახალწლო გარემო და განწყობა შეგვექმნა. აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით დღეს რუსთავში კომპაქტურად ჩასახლებულ ტერიტორიაზე არის ღონისძიება ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის. ჩვენ აფხაზეთის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირები, რომლებიც ჩვენ ქალაქში ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობა. მე ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, იყო ძალიან საინტერესო, ძალიან გავერთეთ. მინდა რომ ხშირად ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები.